საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების 54 საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს, რომლის მთავარი თემა ხელოვნური ინტელექტი და მდგრადი განვითარება. კონფერენცია საქართველოში პირველად ტარდება და ეს ქვეყნის საინჟინრო სფეროს საერთაშორისო ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს. ღონისძიებას, რომელიც დღეს დაიწყო და კიდევ 2 დღეს გაგრძელდება, სხვადასხვა ქვეყნიდან ინჟინრები, მკვლევარები და სტუდენტები ესწრებიან. საქართველოს ევროპის ახალგაზრდა ინჟინრების ორგანიზაციას 2024 წელს შეუერთდა კონფერენციის საქართველოში ჩატარების გადაწყვეტილება კი მალტაში 54 ასამბლეაზე ორგანიზაციის აღმასრულებელმა კომისიამ მიიღო. დღეს განსაკუთრებული დღეა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ჩვენ გვესტუმრენ ევროპის ახალგაზრდა ინჟინერთა ფედერაციის წევრები. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 500,000 ინჟინერს მთელი ევროპიდან. საგულისხმოა, რომ ჩვენი ახალგაზრდები და მეცნიერები განვიხილო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რაც ეხება ბუნებრივი ენების, სამხრეთ კავკასიაში და მათ შორის სახელმწიფო ენების ციფრულტობას. რა თქმა უნდა, უნიშნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უნივერსიტეტში უძველესი ფაკულტეტია, ავტომატიკის ფაკულტეტი, ინფორმატიკის და გამოყენების სისტემის ფაკულტეტი, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა მოვყრობა ხელოვნურ ინტელექტს, რამე თუ მას მრავალი ფილოსოფიური აღსრა და იურიდიული სამართლებრივი განმარტებები აქვს, რომელიც ჩვენმა ახალგაზრდებმა უნდა იცოდეთ. ეს ღონისძიება კავშირს ამყარებს და ამ ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობს როგორც ევროპის, ასევე საქართველოს ახალგაზრდა ინჟინრები და შემდგომ ეს ახალგაზრდები წარმოადგენენ მდგრადი განვითარების ძალას მომავალი სამშენებლო სექტორის განვითარების საქმეში. საქართველოში პირველ კონფერენციას ვატარებთ და მოხარულები ვართ მასპინძლობისთვის. ჩვენი ორგანიზაცია ევროპის ახალგაზრდა ინჟინრები აერთიანებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებას. ჩვენი მიზანია ვიყოთ ახალგაზრდა ინჟინრების ხმა ტექნიკურ სფეროში და ხელი შევუწყოთ მათ მონაწილეობას ისეთ საკითხებში, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, წყლის რესურსების მართვა და ინოვაციები. ასეთი კონფერენციები მნიშვნელოვანია გამოცდილებისა და ცოდნის გასაზიარებლად, ქსელის გასაფართოებლად და საერთო განვითარების დასახალისებლად. წაღვერში დიდი ოდენობით ხეტყით უკანონო სარგებლობის ფაქტი გამოვლინდა.